ვიდეო ტრანსლაციას ვიწყებ ამ ვიდეო ტრანსლაციას გამონაკლისი ეთერით, იმიტომ რომ არ დამიგეგმია, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობა მქონდეს საზოგადოებასთან ლაივ ფორმატში, მაგრამ მე მიმაჩნია დღეს ეს გასაკეთებელი საკითხია, იმიტომ რომ დღეს მინდა მე მთელ ქართულ საზოგადოებას ვაცნობო კიდევ ერთ-ერთი დადებული შედეგის შესახებ, იმიტომ რომ აი ეს კოლაბორაციაში მყოფი კოლაბორაციაში ქართულად რო ვთქვა, თანამშრომლობაში მყოფი ორგანოები რო არის რა, ისი რა ქვია. ქართული ოცნების, აი როგორც სხეულსა აქვს თავისი ორგანო, ხელი, ფეხი, ფალოსი, ასე შემდეგ, აი ესეთი ორგანოები ყავს დღეს ქართულ პოლიტიკურ მმართველობას, ხელისუფლებას, ეს ქართულ ოცნებას და მაგალითად ქართული ოცნების ფალოსი არის ალეკო ელისაშვილი რა. ამაზე მინდა გელაპარაკოთ დღეს, იმიტომ რომ მაგან თავისი დიშვილს გამოაჯმევია, აი მისი პარტიული მოღვაწე რო გაყო და გაუშვა სახელმწიფო თანამდებობაზე იოსელიანი რა, სერიოზული პერსონა, აი ვინც არ იცით ხო რაშია მართლა საქმე რა. ზოგადად ხო ნეხვში ვზივართ მთელი ერი, იმიტომ რომ ძამძიმე ვითარებაში ვიმყოფებით. მართლა ვიმყოფებით ამ ვითარებაში და ამ ბორდელში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის ესეთი ტიპი, კაი სიტყვა აქვს ფრანგებს ისე ბორდელი უწესრიგობას ნიშნავს რა. არის ვიღაცა ალეკო ელისაშვილი რა. ამ ალეკო ელისაშვილს შემოკარგებო საკუთარი დიშვილი თუ ძმიშვილი თუ ყლიშვილი ვიღაცა ხუჭრთმიანი ყლიქალა აი მიკერებული ყავდა მის პარტიაში მყოფ იოსელიანზე, რომელიც მერე აი ესე რო აძლევენ თანამდებობებს რა, აი სახალხო დამცველად გაუშვა. ანუ ვიღაცა ოპოზიციონერმა მისი კადრი პირდაპირ გაუშვა სახალხო დამცველად. წარმოგიდგენიათ რაშია საქმე? როგორ იქნება საქართველოში თანამდებობები და მის ერთ-ერთ მოადგილედ დაჯდა ეს და იქედან მოძღვრავდა ეს ლაწირაკი გოგო, რომ მე რა რო ესა მე სახალხო დამცველის მოადგილედ დავჯექი, ანუ ამისი ტრაკი ამხტარა და პირდაპირ იმ ფუმფულასკამზე დამჯდარა. როცა ქვეყანაში, როცა სახელმწიფოში, საქართველოში ხალხო პროფესიონალები, აი თუნდაც განათლება მიღებულები, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, ვერ ეღირსებიან იმას, რომ სახელმწიფო თანამდებობა დაიკავონ, აი ეს ალეკო ელისაშვილის ფუმფულა ტრაკიანი ძმიშვილი, დიშვილი თუ ყლიშვილი პირდაპირ აი ამ ფუმფულას გამზე დამჯდარა რა მომხდარა ქვეყანა გადატრიალებულა და ალეკო ელისაშვილის დიშვილი თუ ყლიშვილი პირდაპირ დამჯდარა რა სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას. არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, არც ერთმა სახალხო მოძრაობამ ეს არ გააპროტესტა. მხოლოდ და მხოლოდ გამოსვლები იყო ჩვენგან და პირადად ჩემგან შემიძლია მის ფაქტები დავდო და ჩვენი საემიგრაციო მოძრაობიდან რომ ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი დემოკრატიისთვის. ეს არ არის დემოკრატია, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს. დემოს არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ხალხს. მარტო ამას კრატია რას ნიშნავს? კრება რაღაცა. აქამდე ჩვენ ვერ მივედით. ჩვენ მივედით ალეკო ელისაშვილამდე რა. ჩვენ მივედით ქართულ ოცნებამდე და ალეკო ელისაშვილამდე. ძალიან კარგად ვიცი რა არის ქართული ოცნება და ნურავინ ნუ მასწავლით რა არის ალეკო ელისაშვილი. არ ჩაიჯო ალეკო ელისაშვილი. აი ბერძენმა სხვათა შორის ყველაფერი რაღაცნაირ სიმბოლიზმამდე მიდის რა. ღმერთს უყვარს სიმბოლიკები. და რაღაცნაირ დამთხოვები რატომ მივედით ამ სიმბოლიზმამდე აგიხსნით რა? იმიტომ რომ ძალიან საკრალულია თვითონ ქართველი ერის ბედი. ამ ალეკო ელისაშვილმა უკვე საერთოდ ლაპარაკის ფასად არ ღირს, მაგრამ უნდა ვთქვათ, ჩვენ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, ეს ჩვენი ვალდებულება არის. სადაც მე შევნიშნავ ჩემ თავს გაბმულს ანგარებაში, სადაც მე საზოგადოება მეტყვის, რომ შენ ანგარებიანი ადამიანი ხარ, იქვე მე შევწყვეტ ამ სამოქალაქო გამოსვლის, მაგრამ აი ამ ალეკო ელისაშვილმა ამან არ ჩაიჯო ალეკო იმ ბერძენმა ტიპმა, რომ უთხრა კაი ტიპი ხარ, მაგრამ არ ჩაიჯვაო, ხო? მე რამდენად ჩაიჯვა საზოგადოების თვალში, ხალხის თვალში. აი ეს მისი დიშვილი, თუნდაც პატიოსანი გოგო ყოფილიყო, თუ ძმიშვილი თუ ყლიშვილი, ეშმაკ მაიცის ვინ იყო.
რომ იყვანა და იქ დასვა რა. როგორ უნდა მიხვიდე და როგორ უნდა დაჯდე თანამდებობაზე, როცა ქვეყანაში, სადაც სტალინურ განაჩენებზე, ესე იგი, ნაკლები განაჩენებია რა, გამამართლებელი. და იყო იქ სახალხო დამცველის მოადგილე, ახლა სახალხო დამცველი სხვა ტიპია, პირდაპირ გეტყვით, აგერ რა ეს იოსელიანი, მცხეთაში მამამის ნაყიდია კუპონებზე მილიონებად ღირებული ელექტროჰესი და ამ კალაძეებთან გარიგებაში მყოფი, აი ამ ელექტრომამებთან გარიგებაში მყოფი მისული მიკრული ამ რუსულ ელექტროსივრცეზე მილიონებს შეუულობს, კაცო, დღეს მისი ძმა, რა ის სახალხო დამცველი კი დედა აქ პირდაპირ საჯაროდ მოსატყნავი პირდაპირ გეუბნებით. ეს არ არის სახალხო დამცველი, ეს არის პოლიტიკური რგოლი და ყველაფერს თუ იკადრებდა ჩემ ქვეყანაში, ხო? მაშინ ყველასთვის ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ იმისათვის რომ გახდე ამ ხელისუფლების ბოზი, მარტო ერთი თაობის ბოზობა არ არის საკმარისი. აქ რა ხდება, იცი? აქ ითხოვენ ბოზურ გირაოს, ოჯახით უნდა იყო ბოზი. აი ეს არის ყველაზე მთავარი პოსტულატი, რაც შეიძლება მიწოდებული იყოს ნდობის ქისად ამ მართლა იუდებისთვის რა. მე რო გითხრათ რომ ამაზე ლაპარაკი მიოლდება, მე არ მიოლდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე როგორ მოხვდებოდი ამათთან ოპონირებაში, როდესაც მამაჩემი იყო ტყვე და იყო პოლიტიკური პატიმარი ამ დედამოწყნულების და ზუსტად გამსახურდია ის რო არ გაენთავისუფლებია ის დაჭერილი იყო სამხედრო და სამოქალაქო კგბ-ს მიერ, საბჭოთა კგბ-ს მიერ ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელების გულისთვის. და ეს ბოზიშვილი, ელისაშვილი დღეს რა გამარჯვებაზე მინდა ისი გელაპარაკოთ, დღეს დაწერა განცხადება მისმა ყლიშვილმა თუ დიშვილმა თუ ძმიშვილმა და თანამდებობიდან წავიდა და მე ახლა ეს უნდა მივიღოთ ალეკო ელისაშვილის დიადი სახის შენარჩუნა, ალეკო ელისაშვილის დიადი დედაც არ მოვტყან. ეს არის ტიპი, რომელმაც ელემენტარული საკუთარი პოლიტიკური სახე შექმნა ქართული ოცნებიდან. დღეს უკრაინაში წავა, იქ ბეჭდს ამოიგდებს, ხვალ მაია სამნიძესთან საშოს ამოიგდებს, აი ეგ რაღაცა ტიპებში როლებში შევა. ეს არის მიუღებელი. ეგ საუბარი დღეს ალეკო ელისაშვილზე, ეს არის საუბარი ალეკო ელისაშვილზე. ეს არის საუბარი ქართულ ოცნებაზე. მათ არა აქვს სხვა სახე, ეს არის ზუსტად ერთი ჩვეულებრივი კალოდის სხვადასხვა ფორმა. ესენი არიან ერთი თამაშის ორი მხარე. აქ სხვა გეგება არ შეიძლება მეორენაირად იყოს. კი, ძალიან ბევრი ვიმუშავა იმისთვის, რომ ალეკო ელისაშვილის დიშვის, ძმიშვის თუ ყლიშვის გაეჯვა იმ თანამდებობებიდან. მე ვიმუშავე ამას, მე არ ვმალავ, მე გეუბნებით, მე თქვენი მტერი ვარ. და ახლა მეორე ფორმატში კიდე ვილაპარაკებს სხვანაირ მტრებზე, მაგრამ აი ეს ნაძირლები ჩემთვის ყველაზე მიუღებლები რატო არიან, იცი? ესენი ქმნიან ისეთ ფორმატს, რომ შავზე შავი ვერ დაინახავ, ეს კონტრასტია. ჩვეულებრივი ფორმა არის ფერთა ფსიქოლოგიის მიხედვით, დალტონიკი შეიძლება არ იყო, მაგრამ შავზე შავს ვერ დაინახავ. დამიჯერე რომ ვერ დაინახავ რა. მაგრამ შავზე აუცილებლად დაინახავ თეთრ ნაწიბურებს. ეს ფორმა ადამიანის ფსიქიკის აღქმაა და გოეთეს ამაზე ჯერ კიდე გერმანელ პოეტს სერიოზული ფილოსოფიური ნარკვევი აქვს ამაზე დაცული და ითვლება ფერთო ფილოსოფიის შექმნელად. შეიძლება ყველა საკითხული არ კონდეს, მაგრამ ფიზიოლოგიური აღქმა კონდეს ამისი რა არის მისაღები მისი ცნობიერებისთვის და რა არ არის მისაღები მისი ცნობიერებისთვის. გოეთეს დაწერილი აქვს ეს ნაშრომი. ეს არის ადამიანური და ფსიქოლოგიური მოვლენა, მაგრამ როგორ დავინახოთ ჩვენ თეთრი ლაქები შავ დაფაზე, როდესაც თეთრი ლაქები საერთოდ არ ჩანს. აი ალეკო ელისაშვილის ნაირი ტიპები უზრუნველყოფენ მასტეხინით, ეს არის სპეციალური მხატვრის მოწყობილობა, რომელიც ლესავს. ეს არ არის რაღაც სლეის არის ხელსაწყო, ეს არის მხატვრის ხელსაწყო, მასტეხინი, რომელიც აი ეს ლესავს ფორმებს. ლესავს ამ ფორმებს, რომ რაც შეიძლება ლამაზად თქვენ თეთრი წერტილები ვერ დაინახოთ შავ დაფაზე. მე ბოდიშვიხდი, ჩემი შვილი ყვირის გვიან არის ძალიან. შორიგზიდან გამოვიარე, მაგრამ მე ვერ გაუვლიდე ამ
ვიდეო ლაივს, რომ თქვენთან ეს საუბარი არ მქონოდა. მე უნდა მქონოდა თქვენთან ეს საუბარი. პატარაა ჩემი შვილი, 2 წლის არის სულ და მას ვერ მოთხოვ იმას, რომ გაჩუმდეს. სამწუხაროდ ვერ მოთხოვ. მაგრამ იმისთვის, რომ თქვენმა შვილებმა საქართველოში ეს ცნობიერება მტრული აღიქვან, მე მზად ვარ იმისთვის, რომ გავიდე ამ ეთერში და აი ეს შეწუხება ნებისმიერმა თქვენგანმა აიტანოთ. ჩვეულებრივი მოვლენა, ბავშვია და ვერ გავაჭერი. ამავდროულად მინდა ვთქვა ის მოვლენები, რომლებიც ღუპავენ მაგალითად ჩვენ ცნობიერებას ღუპავენ როგორი ადამიანები, რომლებსაც არანაირი პატივისცემა, არანაირი განცდა არ გააჩნიათ სახელმწიფო სისტემის პატივისცემის. მე იმაზე არ ჩამოვთვლი ღარიბაშვილის შვილის ადმირბის, იქ ვიღაცის შვილის. ეს მათი პრობლემაა, ეს მათი საზოგადოებრივი ტვირთია და თუ გონიათ მაგათ რომ სააკაშვილი გაისტუმრეს და თვითონ უკეთესები მოვიდნენ, ეს მათი მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა არის. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები ქვეყანაში, როდესაც აი მაგალითად რეალობას ვიტყვი და უამრავი ადამიანი გამოვა და აბსოლუტურად ამ ყველაფერს ცდილობს, რომ სხვანაირად შემოაბრუნოს და მისცეს სხვანაირი დამოკიდებულება. მე მივიჩნევ, რომ ეს არ არის სწორი. აი მაგალითად რამოდენიმე დღის წინ ჩავწერე ვიდეო ბლოგი, სადაც მე ვისაუბრე ალასანიას მიერ დაშვებულ შეცდომებზე. ჩვენ საზოგადოებამ ვერ აღვიქვით ჩვენი ძალა. ჩვენ რო ესეთი ძალის აღქმის უნარი გქონდეს, ჩვენ რო შეგვეძლოს იმის განცდა თუ რანი ვართ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა შეგვიძლია წარმოვადგენდეთ საზოგადოებისთვის. ჩვენ თითოეული ჩვენგანი გათითკოცებული ერი რა. ჩვენ ძალიან ძლიერი ერი ვიქნებოდით მთელი დედამიწის მანძილზე, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ ერთმანეთის აზრის გაზიარება არ შეგვიძლია. ჩვენ ერთმანეთის პატივისცემა არ შეგვიძლია. და ზუსტად ეს ჩვენი სისუსტე სახელმწიფოებრივი რო არის გაანალიზებული ჩვენი მტრების მიმართ, გუმართებენ იმას მე რაც უნდათ და გვაჯერებენ იმას რაც უნდათ. გამოვედი და ვილაპარაკე, რომ ჩემთვის მიუღებელია ალასანიას მიერ აი მაგალითად ესეთი ქურდული დამოკიდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის. არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ მისი ცოლიდის მიერ, რომელიც პირდაპირ გეტყვით, ეხლა არ მომერიდება რა. არ მინდა ვიბილ სიტყვაო, მაგრამ აი ეს მისი მოადგილე რო აძლევდა პირში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და უკაცრავად გაქცემთ პასუხს. მისი მოადგილე რო აძლევდა პირში და მთელმა ერმა რო ნახა ეს მაია ფანჯიკიძეზე მაგ საუბარი. მე არ ვიცი ახლა ვიღაცამ კითხვა დასვა აქ, რომ გამოვიდეთ ამ ჭორაობიდან. რომელი ჭორაობიდან, ჩემო კარგო? ბილ კლინტონი, იმისე რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო და იმისთვის რომ უსაქციელოდ მოიქცა და საკუთარი ვიღაცა ქვერანგის თანამშრომელი მონიკა ლევინსკი მისი ნებართვით იხმარა, ანუ ქონდა ინტიმური ურთიერთობა, ამის გულისთვის ადვოკატის სტატუსი ჩამოართვეს, იქ რო წყვილს მოაწერა ხელი. რომელი ჭორაობა, ვინო? სახელმწიფო თუ გინდა შედედამოწყნულო, რომელ ჭორაობაზე მელაპარაკები მინისტრის კაბინეტში, რომელიც იყო საგარეო სამინისტროს კაცო. მინისტრი მაია ფანჯიკიძე მის მოადგილის ტაბატაძის ყლე აიღო პირში და დაგანახა შედედამოწყნულო. პირდაპირ გეუბნები ამას და რომელ ჭორაობაზე მელაპარაკები, ვიჯო? მონიკა ლევინსკის კაბაზე მისხულის სპერმიდან აიღეს ანალიზი და შენ აგერ პირდაპირ ეთერში დაგანახეს მაია ფანჯიკიძე პირში როგორ იღებდა, ხალატობდა მის სახელმწიფოებრივ მორალსაც, მის ქმარსაც, მის ნათესავსაც, მის შვილსაც აყენებდა შეურაცხყოფას და გამოდიხარ შენ, აგერ და მეუბნები ჭორაო, მართლა შენ დედას შევეცი, სუსის ბოზანდა რა გამправებელო, ჩემი ერის წინსვლა რო არ გინდა არანაირად წინ. თორე როგორ შეიძლება ეს ნორმალურად აღიქვას ნებისმიერმა ადამიანმა, რომ ეს ნორმალური ფაქტია, ამას როგორ შეიძლება ვიღაცის პირადი ცხოვრება და პირადი ცხოვრება როდის იწყება, იცი რომ სამსახური დამთავრდება და იქეთ სამსახურიდან გახვალ, მათ შორის არასამსახურეობრივი მანქანით და შენ პირად დროს იყენებ, შენ თუ მინისტრი ხარ და შენ ეგრეთ წოდებულ ვაკანსში, ანუ შენ თავისუფალ დროს იქ რასაც აკეთებ, ეს ჩემი საქმე არ არის.
მაგრამ თუ ეს გამომჟღავნება რომ შენ არასწორად და არამორალულად იქცევი, მაშინ ეს ჩემი საქმეც ხდება, იმიტომ შენ გაბარია სახელმწიფო. ეს შენ მონდობილი გაქვს ჩვენი ბედი. ასეთია ფორმა სახელმწიფოებრივი სამსახურის. ვიღაცა ჯარისკაცს რო თხოვ ყველაფერს და თხოვ, აი გაწერილი გაქვს კონსტიტუციაში რომ წადი შენ რიგითო რომელსაც გიხდი იქ რაღაც 900 თუ 800 ლარს და შენი ქვეყნისთვის თავი გაწირე, შენი დედა შევეცი მინისტრი რო ხარ. შენ ელემენტარული იმის ფიცის ერთგული არ უნდა იყო რომ შენის არაცელი არ დაარღვიო და საზოგადოებას სხვანაირი მორალი არ ანახო, აბა რა პირად ცხოვრებაზე არის ლაპარაკი. შენ დღეს ხარ ადამიანი რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, ნუ წარმოადგენ, შენ სახელმწიფოს წარმოადგინე, შენი ოჯახი და ასე იქნია 1000 ზანგის წყლის გადაახტე. რა არ გინდა ჩემი ლაპარაკი? სიმართლე არ არის ეს? ტყვილია? თუ არ გინდა თქვენ სიმართლე, მაშინ ბიძია წადით და იცხოვრეთ იმ მორალით, როგორ ცხოვრობენ ბოზები პანელზე. პრობლემა კი არ არის. ეს მათი ცხოვრების წესია. მაგრამ როდესაც სახელმწიფოს წარმოადგენენ, როდესაც სახელმწიფოზე ლაპარაკობ, მაშინ აქ სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს, ესა მოთხოვნა, ესა სტანდარტი. თუ არ შეგიძლია შენ ამ სტანდარტებს შენი მორალით უპასუხო, მაშინ სხვანაირად ნუ განირჯები რა. დიდი ხანია უსმენ თქვენ ლაივებს რომ გეთანხმებით. არის კატეგორია მე არავის არ ვთხოვ, აქ დამეთანხმოს, მომისმინოს, ჩემი აზრი გაიზიაროს. მე გთხოვთ თქვენი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა გაიაზროთ. მე არ მჭირდება ჩემი მდგომარეობის გააზრება. მე პირადად არანაირი გაჭირვება არ მაქვს იმისი, აქ ყოველკვირეულად ლაივები ვწერო, ველაპარაკო საზოგადოებას, წარმოადგინო ამათი ცოდვების ანონსი და ასე შემდეგ რა. მე ამის არანაირი მე არანაირი სარგებელი ამიდან არ მაქვს. მე მაქვს ვალდებულება. ფიცი მაქვს მიცემული ჩემი ქვეყნისთვის როგორც სამხედროს. მე შეიძლება აღარა ვარ საქართველოს შეერაღებულ ძალებში, მაგრამ მე ვარ თადარიგში. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მე ვარ ვალდებული ეს გავაკეთო. გავაკეთო ეს ჩემი დროის ხარჯზე, ჩემი ძიმე ცხოვრების წესის ხარჯზე, მე მოვიკლო ჩემი დრო და მე ეს გავაკეთო. მე ვალდებული ვარ ეს გავაკეთო. ეს არის ჩემი ვალდებულება. ახლა იქ ზოგი ამას აკეთებს საქართველოში სხვა და სხვა მოტივების გამო. მე ვიცი ეს ეგრეთ წოდებული ჰაიპი როგორ დგება. მე ამისთვის არ ვიბრძვი. მე ვიბრძვი საქართველოს მტრების გასანადგურებლად. ახლა შემიძლია აქედან ბარეორი დავასახელო მაგალითად, მაგრამ იცით რატო არ ვაკეთებ ამ ყველაფერს? ადამიანს უნდა მისცე იმის შანსი რომ გამოსწორდეს. მაგალითად სახელმწიფოშიც ასეა, როდესაც შენ სახელმწიფო პირი ხარ და ხარ სამხედრო პირი, წესდება როგორ არის გათვლილი, იცი? შენ თუ ჯარისკაცმა დააშავა, შენ არ გაქვს უფლება მას მისცე დასჯის ფორმა უახლოეს პერიოდში ბევრჯერ. არა, შენ უნდა მისცე იმას შანსი რომ გახდეს უკეთესი. ჩემთვის არ არის მიზანი აქ გამოვიდე ადამიანების დისკრედიტაცია გავაკეთო. არა, რატო? უნდა მისცე, უნდა დაანახო მას მისი სახე. მნიშვნელობა არ აქვს მას რა თანამდებობა ეკავა 2-3-4 წლის უკან რა. მე ამ შანსს ყველას ვაძლევ. თუმცა მიუხედავად ამისა, მე ძალიან კარგად ვიცი მათი მდგომარეობა დღეს რომ გამოდიან ტელევიზიაში, ეგრეთ წოდებული ტელევიზიით გველაპარაკებიან. რაც შეეხება ალასანიას, უბრუნებ ამ ხურდებს ალასანიას ბოზებს რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჩემთვის სულ ერთი ახალია ალასანია, ესაა ერთი დაჯგუფება რა. ალასანია იყო ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც თქვენ გახსოვთ ალბათ რა, სერგო თეთრაძე ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, როდესაც თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი სხვა შეიძლება ეს გაკვრით რაღაცა წარმოდგენა ქონდა ამაზე რა, მაგრამ მე ვიცნობდი სერგო თეთრაძეს ვინ იყო. ჩვენის გვასწავლიდა სამხედრო აკადემიაში. სერგო თეთრაძე იყო პოლკოვნიკი, ვიღაცა კი არა, ადამიანი, რომელიც იყო დამსახურების ფასი, როგორც ქართული საბრძოლო მოქმედებების, ისე ავღანეთში. ეს არ იყო რაღაცა ჩვეულებრივი მოვლენა რა. ავღანეთის ბრძოლები საბჭოთა კავშირის და ავღანეთში ეს ამას შექმნა ახალი ტაქტიკა საერთოდ საბრძოლო დამოკიდებულების რა. და სერგო თეთრაძე იყო უმაღლესი სამხედრო ჯილდოს პატრონი. მან მიიღო ეს ჯილდო
და ეს მიიღო ნათესაობით და ბიძაშვილობით კი არა, მან მიიღო ეს ჯილდო ხელჩართულ ბრძოლაში დუშმანებთან. მე არ ვსჯია ახლა აქ ავღანეთში როგორ იყო საბჭოთა კავშირი და სწორი იყო იქ თუ არ იყო. ეს იყო ქართველი სერგო თეთრაძე, რომელსაც უნდა აღეზარდა ბევრი ქართველი სამხედრო. და აღეზარდა ზუსტად იმ საბრძოლო ტაქტიკური გამოცდილებით, რომელიც მას მიღებული ჰქონდა. და ეს კაცი მოკლეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფით რა, გაუპატიურებით მოკლეს. მე მის ცოლს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მის შვილსაც ვიცნობ. მე ვიბრძოდი მათი ღირსების გულისთვის, მე უარი ვთქვი ჩემ სამხედრო წოდებაზე, იმიტომ რომ სერგო თეთრაძის ღირსება ყოფილიყო დაცული და ეს მე გავაკეთე მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, როცა ბევრი ხმის ამოხებას ვერ ბედავდა. ამის ფაქტები არსებობს. და ეს ალასანი, ეს ნაბოზვარი, ამის დედას შევეცი, სადაც არ უნდა იყოს, ქოცებიდან რომ ბიზნესში გადმოსახლდა რა. ჯერ პროტესტის ის დაიკავა ხელში პლაკატი და მერე თანამდებობაზე რო დაჯდა იქ რა. მერე რა გააკეთა, იცი? მერე სერგო თეთრაძის მკვლელები დასვა თანამდებობაზე და დღეს მე და ჩემნაირები რო არ ყოფილიყავით, სამხედრო დაზვერვის უფროსად გვეყოლებოდა ვიღაცა დედამოწყნული ლევან გაბუნია, რომელიც ადამიანებს აწამებდა და კლავდა რაც მოძრაობის დროს. და რომელიც დღეს კეზერაშვილის ტრაქშია შეტანილი ეს ბოზიშვილი რა. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი უყურებს ჩემ გამოსვლებს, მათ შორის არა საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში და მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა. მე სამშობლოს დაცვის წინააღმდეგი ყველანაირი ფორმით არა ვარ. მე წინააღმდეგი ვარ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ. სერგო თეთრაძის მკვლელი კაცი გააუპატიურეს ბიჭო. და მარტო ახალაია იყო დამნაშავე ამ ყველაფერში. всё, სიცოცხლე დაამთავრა უამრავი ქართველი სამხედროს გამზრდელმა. კაცმა, რომელმაც ხელჩართულ ომში მაგის დედა მოუტყა, ხელჩართულ ომში დუშმანებთან, ვიღაცა სირებთან კი არა. დუშმანებთან, ხალხი, რომელიც არ სვამს, არ ეწევა, ხალხი, რომელიც მთელი თავის ცხოვრება იმას ცდილობს, როგორ გაიუმჯობესოს საკუთარი სამხედრო გამოცდილებები, ასეთ ტიპებთან ერთად. ხა ბევრმა არ იცის, მაგრამ მე ვიტყვი რა. რუსულ სამხედრო წყობაში იყო ესეთი შემთხვევა, რომ ჯარისკაცებს საკუთარი საჭმელი კოზი ბატინში ჰქონდათ გაკეთებული და აი იმითი გამოღადრა სამ დუშმანს ყისერი, სერგო თეთრაძე. იმიტომ რომ სანგარში ჩაუხდნენ და ებრძოდნენ მას. ისინი შეიარაღებული იყვნენ, სერგოს არ ჰქონდა იარაღი. ხელი იბრძოლა. ასეთი კაცი გააკავეს ამ ბოზიშვილებმა და გააუპატიურეს. და ვერ გაუძლო გულს და გაუსკრა და მოკვდა. და ეს დედამოწყნული ალასანია ამის მკვლელებს, ამის სახრიდან გამომყვალებს, ბიჭო, იქ სვამდა თანამდებობაზე რა. კი, იქ ბევრი სპეკულაცია გაკეთა, მე ამაზე შემიძლია დეტალურად ვილაპარაკო რა, რა სპეკულაციები გაკეთა, როგორ ვის რანაირად და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია რა. ალასანიას დედა მოუტყან დღეს რომ ბიზნესშია. მაგის მინეტი ცოლიდის დედა შევეცი და მაგის ფსიქოლოგი ცოლი რო არის ისა ვისი ყლების მუტელში შედის ასე რომ რეკავს და ლაპარაკობს და ფსიქოლოგიურ ამბებს იძლევა იქ რომ ვიღაცა ყლექალები დაამშვიდოს რა. აი ესეთი ტიპები დღეს თანამდებობებზე ეყოლებოდათ რო არ ყოფილიყავით ჩვენ. მე შემიძლია ამის ფაქტები წარმოვიდგინო საზოგადოების სად ვიყავი მე. და გავჩერდე და პირადი ცხოვრება, ვინც შენ არ იცი, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე წყნაური არ შეიძლება? ალასანია რომ თანამდებობაზე იჯდა, სახელმწიფო ბიუჯეტს რო ხმარობდა იმის გულისთვის, რომ უცხოეთში ბოზებთან ერთად გადაფრენილიყო. მე რა უნდა უთხრა, იმაზე მეტი რაც ივანიშვილმა უთხრა მაგათ ოჯახს. და ამის გამეორება, ანუ დანაშაულია? ალასანია ჩემთვის არის ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული ქოც მხატვარი, რომელიც შავტილოზე თეთრ წერტილებს პოპს. და მე ვიცი ამათ პარტიასთან მქონდა რაღაცნაირი წარმოდგენა უფრო ახლოს მე დეტალურად შემიძლია ამ ყველაფერზე ვილაპარაკო. სად გაქრა ეს ადამიანი? ბიზნესში გადავიდა? რომელ ბიზნესში გადავიდა? ქართველი ტრაქშია ეს რა ბიზნესში? მე ამათ წინააღმდეგ ომს არ ვიშვები.
ჯერ შეხედეთ, ბიჭო. ივანიშვილს ჰქონდა ესეთი მიმართულება რა. მიმართულებას ერქვა შემდეგი ფორმა. აუცილებელი იყო, მე კიდევ ერთხელ აუცილებელი იყო ახალაიას მეგრელების წინააღმდეგ წაეყვანა ვიღაცა. და ამისთვის 2012 წელს იყენებდა ზვიადისტებს, ცუდი გამოთქმა არის ზვიადისტები ყველა მაპატიოს ვინც ზვიადის მომხრეა, იმიტომ რომ მე არ ვიცი ვინ ვისი მომხრეა, მაგრამ თუ ამ გაგებით ზვიადისტი გრეხია, მაშინ მე ზვიადისტი ვარ რა. ხო, აბა ვისისტი უნდა ვიყო, ახალაიასტი უნდა ვიყო, ალასანიასტი უნდა ვიყო, ივანიშვილისტი უნდა ვიყო და ჩემი ერთადერთი ქვეყნის გამანთავისუფლებელი გმირი, რომელიც შეეწირა ჩემი ქვეყნის თავისუფლებას, ეს იყო ზვიადი გამსახურდია, მე ვარ ზვიადისტი, თქვენი დედა შევეცი რა. და ჩემი ლიდერი მკვდარია, მაგრამ მისი იდეა არა მკვდარი. და ჩემი мама, რომელიც კომუნისტებმა დაიჭირეს, თქვენი დედა მოვთხან საქართველოს ეროვნული ლიტერატურის გავრცელებისთვის და კიტაბუაჩიძის შავი წიგნი რო წაუყენეს, ბრალად თქვენი დედა მოვთხან. ხო? ეს რო შეიძლებოდა ბრალად რო წაეყენებიათ კაცისთვის, ხო? მე იმ კაცის შვილი ვარ, მე არ მერცხვინება ეს ყველაფერი რა. აი თქვენ გერცხვენებოდეთ ალასანიას შვილობა, თქვენ გერცხვენებოდეთ მაია ფანჯიკიძე შვილობას რო იღებდა პირში და ცოლმა და ქმარმა ერთმანეთს რო კოაბიტაცია გაუკეთეს და აპატიეს ეს ყველაფერი. ცოლმა და ქმარმა აპატია ერთმანეთს ღალატი ხალხო. მე არ მცხვენია იმის თქმა, მე ვინა ვარ რა. მე ძალიან რთულ გარემოში გავიზარდე. ჩემი ყველაზე სერიოზული წარმოდგენა იყო ის, რომ მე უყურებდი ომის მოვლენებს ჩემ ბავშვობაში. და ჩემ ბავშვობაში, ჩემ თაობაში სათამაშო იყო რეალური ტყვიები. მე გავხდი სამხედრო იდეალებიდან გამომდინარე, მე მივედი სამხედროში და დამხვდა ბოზობა რა. მე ვერავიტანე ის ბოზობა, რაც იქ დამხვდა, იმიტომ მე მზდიდნენ წმინდა იდეალებით რა. დღეს ჩემი პატრონი მკვდარია დღეს რომ მიძახით ბარეური რა. შენი პატრონი ეს არის შენი ჩემი პატრონი არის მკვდარი. თქვენ მოკალით ჩემი პატრონი. ჩემი ინვალიდი мама, რომელიც ებნო და ეწამა და ჯვარს ეცვა თქვენი დედა შევეცი. იმის გულისთვის რომ დღეს თავისუფალი ყოფილიყო ჩემი ქვეყანა, თურმე კორონავირუსით დაიღუპა. აი, მისაც ჯერა თქვენი. მე ამჯერა თქვენი. მე ზუსტად ვიცი მამაჩემი როგორ მომიკლეს. და ისე მოკალით თქვენ ზვიად გამსახურდი, მაგრამ თქვენ ვერ მოკალით იდეა. მე არც ფანატისტი ვარ და არც გიჟი ვარ. მე საკმაოდ სერიოზული რეალისტი ვარ და ძალიან ბევრი ფაქტები მაქვს იმის გულისთვის თქვენ დედა მოგიტყნაცათ ითავთ რა. მე არ შევარჩევ თქვენთან სალაპარაკო ლოგიკას. მე შეიძლება ბოდიში მოვიხადო ადრე თუ გვიან ქართველი ერის წინაშე ჩემი დაზიანებული ქართული მსჯელობის გამო. ეს ჩემი მინუსი იყოს, მაგრამ წერს მე მზად ვარ ყველანაირი მეთოდით გავცე პასუხი. მე ვარჩევ ტაქტიკას. მე ვარჩევ მეთოდს თქვენთან ომის. ამორიცხულია, მე არც ომი არ წამიგია და არც ბრძოლა. წარმოუდგენელია თქვენ სიმართლესთან მოიგოთ ომი. მე შეიძლება დამამარცხოთ. ბევრჯერ მას სიმართლეს ხო ვერ დაამარცხებთ. ჩემი ერთადერთი პლუსი არის ის, რომ თქვენ გაჯობეთ გონებრივად. და დანარჩენი ახლა თუ თქვენ აქ რამეს იკისრებთ, გააკეთებთ, გააფუჭებთ და ასე შემდეგ, ხო, ეს მე არ ვიცი. ეგ თქვენ გექნებათ იმ ხალხთან საქმე, ვინც გამოაცხადა მფარველობა პოლიტიკური ჩემს მიმართ. და ისინი არ არიან ის ადამიანები, სადაც შეიძლება ესე თქვენთან ხურდაში დაალაგო საქმეები. იმიტომ რომ ფრანგიერი ზუსტად არის ის ერი, რომელმაც იცის ამის ფასი. რასაც მე ვლაპარაკობ, ესა თავისუფლების ფასი. ეს არის ქვეყანა, სადაც 21 ჯერ მოხდა დაახლოებით რევოლუცია. მე ვარ რევოლუციის მომხრე ჩემ ქვეყანაში, თქვენი დედა მოვთხარ. და თუ ბევრი იტყვის იმას, რომ აი რა მოგვიტანა რევოლუციამ, რა მოგვიტანა ესეთმა დაჯუმულმა, დამყაყებულმა, გაბოზებულმა ყოფნამ საქართველოში. კოლექტიური ალასანიების, კოლექტიური ახალაიების და ასე შემდეგ აი ამათმა ეპოქამ.
მე პირადად გეუბნებით, რომ ჩემი გადასახედიდან სიმძიმელის და ტირილის მეტი ჩემს არაფერი არ მოუტანა. და ის კარგად აქვს რა, პოლიკარპე კაკაბაძეს ყვარყვართუთაბერში აღწერილი ყველაფერი. ახლა პირდაპირ ფილმში არ ჯდება, შეიძლება ისე როგორც არის, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი, ხო? და რეალობა არის რეალობა. როგორც არის, უყურებთ ამას ყველა, ხო? ყვარყვარიზმი გახდა აი ამ ორი უახლოესი გამანადგურებელი ხელისუფლების მთავარი პოსტულატი. ყვარყვარიზმი გახდა ამათი ათიმცნება. როგორ უნდა მოერიონ საკუთარ ხალხს და საკუთარ საზოგადოებას და იღებენ მარტო იმნაირ ტიპებს ირგული გარემოცვაში, რომლებიც მზად არიან მტერები რო გაუჩნდა ყვარყვარეს ილაპარაკონ მისთვის რამე სასარგებლო. და გახსოვთ ხო, ეგ რომ მიადგებიან ვაშლოვანის მიწის გულისთვის და ლაპარაკობენ ისა ამ მტრები გამიჩნდაო ბევრი და მე იმას ვიტყვი ხილი რო ეიღე იჯარით ასაშენებელი და რომელი დაამთავრეო ის იჯარითო ის ხიდი. და მე რო თხრის ყველას ციხეში და რო უშვებს. აი ესეთი მომენტია ქართული ოცნება დღეს იმყოფება ამ იმაზე, რა ქვია, ეტაპზე თანაცხოვრების და გეუბნებით მე თითოეულ თქვენგანს, რომ ქართულ ოცნებას დღეს ვერაფერი ვერ გადაარჩენს. ის არის განწირული აი ამ ყოფაში, რასაც ქვია სტრატეგიული უბედურება ჩვენი ქვეყნის. გულახდილად გილაპარაკებით ამას მე რა რუსეთზეა ლაპარაკი, რა ამერიკაზეა ლაპარაკი, რომელ ჩვენ ბედზე არის ლაპარაკი, რომელ კარგად ყოფნაზეა ლაპარაკი, რომელ საგარეო მტრებზე არის ლაპარაკი, ვინო. მე ზუსტად ვიცი, როდესაც ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება არის ნაყიდი, როდესაც ქვეყანაში წამებულებს ეძებენ იმისთვის, რომ მოხდეს შიდა სენტიმენტების გამოყენება. არ მინდა იმ კაცის და სახელი და გვარი გამოვაცხადო, მაგრამ ლომის ეკლესიას ფეხს ურტყამდა, ანგრევდა, შედიოდა. და ახლა ვიცი რა, სხვა შეიძლება არ იცის, მაგრამ მე ვიცი რა. ძმა მისი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი კლიზმა საკუთარი სისუსტე ის რომ გამოყენებული ჯარიდან გამოგდებული, გაუბედურებული ფულ გადახდელი ნაცმოძრაობის მიერ, რომ ერთი მანახეთ ბიჭო ჯარიდან გამოგდებული კაცი, რომელსაც აქ იმის საშუალება პიკაპით ირბინოს საქართველოს ეს ოკუპირებულ საზღვრებზე, ესეთი არ არსებობს რა. არ მინდა მე ზღაპარი პატრიოტიზმის თქვენ დედაშევეცი ზუსტად გიცნობთ ყველას ვინ ვინახართ რა. ზუსტად ვიცი ვის ჯიბეში რა ფული ჩხავის, ვინ რას აკეთებს პროვოკაციის გულისთვის. ძმა გაწირა. ძმა ტყვიისთვის. ჩვეულებრივი მომენტია. მესაზღვრეს რა უნდა უთხრა. იმან იცის მისი ფუნქციონალური მოვალეობა, რომ გავიდეს მორიგეობაზე, აღმოაჩენს ობიექტს გახსნას ცეცხლი ამ მიმართულებაზე, ესა მათი წესდება. შენ პრობლემა იქ უნდა მოიკითხო სათავეში, ვინც ამას აკეთებს, ეს არის რუსეთის სამხედრო პოლიტიკური მმართველობა. შენ ტრაგი არ აქვს იმას პასუხი გასცე და ეძებ მესაზღვრეს ვინ გაისროლა იქ. არა. ჯერ შენ აქ უნდა ეძებო მტერი. ვინ გაუშვა ის კაცი სასმელი დამოკიდებული იმაზე, რომ ესეთი რაღაცა გაეკეთებია იქ მორიგეობის ზონაში და მერე ვინ გამოიწვია ეს საფრთხეები და ვინ აკეთებს საზოგადოების ცნობიერება ესეთ ზეწოლას. როცა შენ არ გაქვს ზოგადად განსაზღვრული გეოპოლიტიკური ვითარება, როცა შენ არ გაქვს რეალური კურსი, როცა შენ რაღაცისთვის იბრძვი, რომელიც შენ საზოგადოებაში ცნობიერების დონეზე არ აკავს, დაყვანილი შენი საზოგადოება ხდება მსხვერპლი შენი შეცდომების რა. და მე შემიძლია ყველაფერი ეს დალაგებულად მოგაწოდოთ, მაგრამ ახლა ამას იტყვი რეალობას იტყვი და შენ პრორუსი ხარ. რუსებს შეაგინებ და იტყვი რომ ამათი შოვინისტი დედაშევეცი გამოვლიან და იტყვიან რომ ამას იმიტომ აკეთებს რომ აი ევროპას ეტენება. არ არსებობს საქართველოში ერთი შეგნება, ეროვნული შეგნება, მოსპეს, გაანადგურეს. გამსახურდიას მერე მტრობა ქართველი ერის მიმართ ისეთი ჩვეულებრივი წესი გახდა, მიღებული წესი გახდა, როგორც არასდროს არსად. გამსახურდიას მერე ქართველი ერის აღმშენებლობა არ მომხდარა.
გამსახურდია იყო კაცი, რომელიც გვარდგადაკეთებულ ნაძირლებს უგზავნიდა შეტყობინებას, რომ შენ ეს გვარი ხარ ბიძია სინამდვილეში. გამსახურდიას ხელისუფლება აკეთებდა ამას. შეიძლება ბევრი შეცდომები ქონდა, მაგრამ ფუნდამენტალური შეცდომები არ ქონია იმას. აი ამათ ფუნდამენტალური შეცდომები აქვთ. ამათ ნაციონალური შეცდომები აქვთ. რომელ სახელმწიფოს დამისახებად იქნება ეს რუსეთის ფედერაცია, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, იქნება ეს საფრანგეთი, იქნება ეს ნებისმიერი სივრცე სახელმწიფოებრივი, რომელსაც უკავია ხელში მისი საზოგადოება, რომელიც ზრუნავს მის საზოგადოებას, რომელს არ გააჩნია იმის სურვილი, რომ ერთი იყოს თავის აზრში, თავის საზოგადოებასთან. არ არის. საფრანგეთში თუ გინდა ვინმე გახდე, თუ გინდა რამეს წარმოადგინდე, თუ გინდა ამ საზოგადოებასთან იყო ცნობიერად ახლოს. და ამ საზოგადოებამ გაგიღოს შენ სხვადასხვა ეშელონები თავისი ყოფის, შენი ვალდებული ხარ კანონით. იცოდე მისი ენა. და ჩვენ საქართველოში გვყავს პრეზიდენტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ენა არ იცის. და პირდაპირ გეტყვით, ამ გაგებით და ამ ცოდნის დონით, სადაც ჩვენს ქვეყანაში ჩანერგილი უმაღლესი მთავარსარდალი ლაპარაკობს, ეს არ არის ქართული ენის ცოდნის ის სიმაღლე, რომლითაც შეიძლება პრეზიდენტმა ელაპარაკოს ჯარს, საზოგადოებას, უშიშროებას, ხელისუფლებას და ნებისმიერ კუთხურ მიმართულებას, სადაც არის ეთნოგენური გაყოფები და არის პრობლემები წარმოშვებული და იწვევს ჩვენს დიფერენციაციას თავალ ქართულ სულიდან და გულიდან. მე შემიძლია ეს გითხრათ თქვენ. ყველგან არის ეს პრობლემები, განა არ არის, მაგრამ ყველა მთავარი ორგანო სახელმწიფოში და საზოგადოებაში ცდილობს იმას, რომ საკუთარი მინუსი აღმოფხვრას. დღეს რას უყურებთ? ბრძოლებს თანამდებობებისთვის, ბრძოლებს ხელისუფლებებისთვის, ბრძოლებს ოპოზიციისთვის და ჩვენ არ გვინდა ჩაძირვა იმ პრობლემებში, სად შეიძლება იყოს არსი, სად შეიძლება იყოს ფესვი ამ უბედურების. მეორე იტყვის, ახლა შენ ნეგატივებს აშუქებ, პოზიტივები თქვენ დამალახეთ. მე გავხსნი აგერ კომენტარებს და შემოდით და დამიწერეთ, სად არის პოზიტივი, რაში არის პოზიტივი, ვინაა პოზიტიური. ვინ ელისაშვილია პოზიტიური, გირჩი ჯაფარიძეა პოზიტიური, ბიძინა ივანიშვილია პოზიტიური, აი ეს ყლეთავარო არის ის მელია ისაა პოზიტიური, ის რომელიც თურქების ბოზი რო გახდა ანანიაშვილის ქმრის მოგვარე რო არის, ის არის პოზიტიური, ვაშაძე 1 თუნდაც ვაშაძე 2, ან ის სახელწართმეული ქალები რო არიან, მაია სამლიძეები, ესენი არიან ბიჭო პოზიტივები საქართველოში? საქართველოში ეგენი არიან პოზიტივები? კაცმა შეიძლება ქალს პატივიცე, მაგრამ თავზე როგორ უნდა დაისვა ქალი? მე არ ვიცი. მე ქალის მიმართ მტრობა არასდროს არ გამაჩნია და არ გამაჩნდა. მე არ თვლი არც ერთ ქალს კაცის კონკურენტად. იმას აქვს თავისი სიმაღლე და ის სიმაღლე პირველ რიგში ითია ეცი გამოწვეული პატივისცემით და რა გინდერული რაღაცა ზოლით, რა რომ გინდა თუ არა ქალი იქ უნდა იყოს, უნდა იყოს იქ და უნდა იყოს კაცისთვის ქალი ყოველთვის იმ სიმაღლეზე, რომ არასოდეს მას წინ არ გადაახდეს. მე არ ვიცი თქვენ ამას რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ქართველი კაცისთვის კავკასიურ ბუნებაში ყოველთვის ეს ასე იყო. ახალი კანონების დაყენებით, იმიტომ რომ მე ასე მინდა, იმიტომ რომ მე ასე ვარ, ამ შემოთხრეული იდეოლოგიური მარაზმით, ქართველი კაცის დღის წესრიგის განსაზღვრა, ყოველთვის იყო მტრობა, არის მტრობა და იქნება მტრობა ჩვენი ცივილიზაციისთვის, ჩვენი ცნობიერებისთვის, ჩვენი პოლიტიკური საწყისებისთვის და მანამდე სანამ ამას არ ექნება პოსტულატური სახე, მანამდე სანამ ამაზე, ამ იდეაზე ბევრი და ბევრი
გააკეთებს პოლიტიკურ ქურებს. ბევრი და ბევრი იტყვის, რომ აი ეს არის რა ქვია იმას, რას უძახიან, კონსერვატიული იდეები. ახლა მაგარი არა კონსერვატიული იდეა ყოფილა ის, რაც საერთოდ არ იყო ეგეთი ცნობიერებითი სიტყვა წარმოშობილი კონსერვატორიზმი, მანამდე საქართველოში არსებობდა ეს იდეოლოგიური პატივისცემები ამ ხელოვნებების მიმართ. და ეს არის რეალობა, შეგიძლია თქვა კი, შეგიძლია თქვა არა, რაც გინდა ის გააკეთო. ფაქტია, ხო? ფაქტია. ეს ასე იყო და ასე იქნება. ეს ასე იყო და ასე იქნება. და ამასთან ჭიდილი, ამის ძირის გამოთხრა ჩვენ მიგვიყვანს ტოტალურ მოსპოვამდე, რაღაც ჩვეულებრივ უბედურებამდე, ჩვენ ტოტალურ მოსპოვამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. მე არ ვცდილობ ვინმეს ეს სიმართლე დავაჯერო, მე არ ვცდილობ ვინმეს ეს ყველაფერი. მე შემიძლია ერთი რაღაცა გითხრათ, რაც დღეს ტელევიზიით გადმოიცემა, რასაც ლაპარაკობენ, ეს არანაირად ჩვენ ხელს და ჩვენ ერს არ ემსახურება. არც ერთი მათგანი ტელევიზიიდან, არც ერთი მათგანი ოპოზიციიდან, არც ერთი მათგანი ნებისმიერი სააგენტოდან უანგაროდ არ ჩავა და რამის არ გააკეთებს ქართული ხალხის გულისთვის. იმ ადამიანისთვის, ვინც მას სარგებელს არ მოუტანს ფინანსურს, პოლიტიკურს, ეკონომიკურს, საინფორმაციოს, არც ერთი სააგენტო ამას არ გააკეთებს. არც იმედი, არც რუსთავი 2, არც რაც არიან რა, ეგენი რაც არიან ყველა. არ გააკეთებს. უარეს გეტყვით. აგერ საჯარო მოლაპარაკეები რო არიან ბევრი, არავინ არჩევა და უბრალო კაც გვერდზე არ დაუდგება. იმიტომ რომ ის საჯარო მოლაპარაკეები ყველა ბუზები არიან უშიშროების. იმიტომ რომ დღეს საინფორმაციო ომში ტელევიზიაზე მაგრად უფრო კაჩავს Facebook-ი, YouTube-ი, Twitter-ი, Instagram-ი და ესენი მზად გახდებიან იმის გულისთვის, რომ ტრაკი მიცემ უშიშროებას, საკუთარი გავლენა და საკუთარი ტყუილები გამოიყენონ მათი იდეოლოგიური ნარატივებისთვის. არა უბრალო ადამიანის გვერდში სადგომად. ვიცი ეს როგორ ხდება. და უმრავლეს შემთხვევაში უმადურება როგორ არის, იცი? შეიძლება ბევრი ადამიანის გვერდზე დადგე, მაგრამ მე წამოვიდეს და გითხრა, შენ დედაც მოვტყან რა. შენ თუ ხარ იდეებისთვის მზად, შენ ის უნდა აიტანო, შენ ის უნდა გააკეთო, გამიგე. მე მქონია ეგეთი შემთხვევა, ვიღაცას არ ვთქვია რა, სიკეთის მაგეროს და შენ დედაც მოვტყანო, მაგრამ ტრაკი დაუნახებია რა. მე ადამიანის გვერდზე დამდგარ ვარ. მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური ცნობიერება არ ქონდა მას. დამდგარ ვარ, იმიტომ რომ ყოფილი ჯარისკაცი იყო და იმიტომ რომ დაინვალიდებული იყო და იმიტომ რომ ნაბრძოლი იყო, გამიგე? ასეთი ადამიანის გვერდზე დამდგარ ვარ. იმე არ მიმიქცევია ყურადღება, რომელი პოლიტიკური შეხედულებების არ იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში რა მიმიღია, იცი? ის რომ რატომ არ მოკალით მაგი? ყოფილა რა, ესეთი ჭიხლი მიმიღია, მაგრამ მადლობას ვეუბნები ღმერთს. ყველაფრის გულისთვის, რომ მე მომცა იმის უნარი გამეკეთებია სიკეთე და ბოროტების მიმართ მქონოდა იმუნიტეტი. ადამიანები უმადურების მიმართ, რა თქმა უნდა, გეუბნებით, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, მე მადლობელი ვარ ეგეთი ხალხის. იმიტომ რომ ეშმაკი თვითონ ეშმაკი სატანა, ლიუციფერი როგორ გადაიქცა ეშმაკად, უმადურები და ამცოდვით შევიდა ის ბოროტებაში. და გეუბნებით გულახდილად, თუ მე დღეს გავხდები ის ადამიანი, რომელიც იმას დავაძახებ, შენ რო გიჭირდა, მე როგორ ზედაგიდექი, აი ამას თუ დავაძახებ. ხო მე სულხან საბას მორალში რო არის ის რა ქვია, ჭაში ჩავარდნდის ამბავი რა. იმორალიდან შორს კი ვერ წავალ. იქვე დავრჩე. და მთელი ერი დღეს ივანიშვილთან ისე რო დარჩეს, რომ აუ შენ რო ჭიდან ამოგვიყვან, არა. ქართული ერი მივა იმ ზომაზე რო აღიება და ჩავა იმ დედამოწყნულ ჭაში იმ სააკაშვილთან ერთად და იტყვის შენ დედა მოვთხრა რა მოგვიყვანი აგერ ვართ ისევე ჩამოვედი ჩვენი ფეხით რა და ასეა რეალურად რა რამდენი შეიძლება ილაპარაკო ამაზე რამდენჯერ შეიძლება გონებრივად გადახვიდე ამ ასპექტთან და რამდენჯერაც არ უნდა გადახვიდე ამ ასპექტთან ყოველთვის მიხვალ ერთ ზოლზე ამ დამოკიდებულების ქართულ ერში არის პრობლემა ჭეშმარიტების აღქმის და თანადგომის ეს ორი მომენტი რო აღმოიფხრეს ასე ჩვენს ერში რო არ იყოს ზუსტად იმ თუთაშხიაში არსებული თორიების ვირთხის გამოყვანის ფილოსოფია რომელიც უშიშროებას
და ნებისმიერ ამ სამთავრობას გამსახურდიას მერე ქონდა ხელში აყვანილი, ხო? ჩვენ ერი ვერ აჯობებთ. მაგრამ ჩვენი ერი ვირთხის თორიების ვირთხის გამოყვანის ეპიზოდში და მის მომენტში არის ძალიან გაწაფული და გამოგვიყვანენ ჩვენ და გამოყვანილიყავთ არაერთი თორიას ვირთხა და აჭმევიებენ ჩვენ სულს და ჩვენ გულს. მე გულახდილად გეუბნებით ამას. აგერ უცხოეთში ახლა მე 1000 ჯერ მივმართი აქედან გუგიაწულაიას და დაუძახე. გავიგე და ვიცი არ იმალება არაფერი რომ ნაცმოძრაობის ტრაკია ჩვეულებრივი გამხდარი რა. ხო შეიძლება იბრძოდე შენი ერისთვის და არ გქონდეს იმის გასწრა რომ რომელიმე პარტიის ტრაკში არსებობდე კაცი რა. არა ეს არის თურმე ნაცმოძრაობის ტრაკში. და გამოდის აქედან და იმაზე ლაბარაკობს რომ ფრანგებს რენო უფრო უყვართ თუ პეჟო უფრო უყვართ და აი ესეთ ყლეობებს ლაბარაკობს და იმას არ ლაბარაკობს რომ ის ტრაკშია რეალურად არა ნაცმოძრაობის ტრაკშია რა. ხო შეიძლება ბიჭო კაცმა თქვა რომ აი კი მე დამიჭირეს, მაგრამ დამიჭირეს იმიტომ რომ მე ნაცმოძრაობის ტრაკი მინდოდა გამხდარიყავი რა. და ჩვენ იმ რატო გვდენვიდნენ, იცი ჩვენ არავის ტრაკი არ ვიყავით, ძმაო. და ზუსტად ამნაირი ტიპები, რომლებიც მოდიხართ კიდე და ყვირიხართ, რომ ქვეყნის ბედი გაწუხებთ და პასუხისმგებლობას არ იღებთ იმ ხელისუფლებაზე, რაც იყო თქვენ ზუსტად იგივენაირი როჟები ხდებით. მე ვინ არის ახლა გუგიაწულაია, მაგით ჩემი მტერი იყოს და აქედან ვებრძოლო და აქედან რაღაცები უძახო. მე 1 2 3 4 ჯერ უთხარი ეს ყველაფერი. გამოდი და როგორც ივანიშვილი შეაგინე დედის მუტელი, მე დაგეთანხმე შენ მაგაში რომ ივანიშვილი დედის ტრაგის აგინებელი იყო, ესე შეაგინე ნაცმოძრაობას, ხო ვერ შეაგინა ნაცმოძრაობას. იმიტომ რომ ერთია ნაცმოძრაობასთან. ჩემთვის კიდე ერთი ხუია ბიზინა ივანიშვილიდან ნაცმოძრაობა. მე მინდა რომ ჩემი ქვეყნის სათავეში მოვიდეს სხვა და არ მინდა ეს სცენარი დაიწეროს სხვაგან. მე მინდა რომ ეს სცენარი დაიწეროს ქართულ საზოგადოებაში. მე არა მაქვს სურვილი იმისი ვიყოთ ამ მთავრობაში. მე მართლა არა მაქვს იმის სურვილი წარმოვადგენდა ქართველი ხალხის ხელისუფლებას. ხო შეიძლება არიან ადამიანები, ვისაც ამის სურვილი არ აქვთ რა. მე მინდა ვიყო საზოგადოებასთან. ვილაპარაკო სიმართლე და წარმოვადგენდე ხალხის ძალას. კონდეს ეს ნდობა როგორც დღეს გამაჩნია. მაგ ის ინფორმაციის შემავლობა ამაზე მეტი მე რა უნდა მინდოდეს. მე არ ვცდილობ იმას რომ ხალხი გავგურდო. ეს თქვენ ცდილობთ მოხვიდეთ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ხალხი გაგურდოთ. ეს თქვენ ცდილობთ იმას რომ იყოთ ალე კოელისაშვილის ტექნოლოგიების პატრონი, ვილაპარაკოთ საქართველოს ისტორიაზე, მიიპყროს ხალხის ყურადღება და შემდეგ მოითხოვოთ თამდობები პოლიტიკაში. და კიდე 1000 ტრაკი გახდეთ, 1000 ტრაკის ტრაკი გახდეთ. მე ამას არ ვცდილობ. მე არა მაქვს სურვილი ვიყო ვიღაცის უკანალი რა. მე მინდა ვილაპარაკო სიმართლე, თქვენ გახდით საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ არა ნაცები, არა კოცები. მე მჯერა იმისი რომ ჩვენ ერში არსებობს ხალხი, რომლებიც აბსოლუტურად სხვები არიან ვიდრე ნაცები და კოცები. მიაცით ამ ხალხს ბიჭო საშუალება. გახდნენ ეს ხალხი საქართველოს ხელისუფლება. მართონ ამ ხალხმა ერი. და თუ არ მოგვეწონება, ვაკრიტიკოთ ის ხალხი მერე. მოუწოდოთ მას და იქნებ მათ უფრო კონდეთ სინდისი იმისი რომ ქვეყანაში შეცვალონ რამე. ხო არის ესეთი აზრი დასაშვები, ხო შეიძლება ესეთი აზრი არსებობს. მე ბევრი შემეკითხა, ვინ არის ასეთი, როგორ არის? ეგ უკვე პრობლემაა ამას რო გითხულობ. წარმოუდგენელია 3,5 მილიონი ერში, თუნდაც სადაც შეიძლება 1,5 მილიონი სხვა იყოს. ეთნოგენურად ხო არ მოიძებნოს 150 კაცი 160 კაცი 300 თქვი რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო და საპარლამენტო ცხოვრებას ჩაიბარებს მოიძებნება თქვენ თქვით საშუალებები თქვენ თქვით ფორმა თქვენ თქვით კარი თქვენ თქვით ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს შეცვლის თუ თქვენ გაჩერდით, თუ მე გავჩერდი, თუ ბევრი გაჩერდა, თუ ჩვენ არ გვექნა უნარი, რომ ეს ყველაფერი აღვიქვათ, მაშინ ამ ყველაფერს ვინ გააკეთებს? ვინ შეცვლის? ვინ იზამს? მე ძალიან ბევრი ვინმე შემეძლო შევკროდი და დამეწყო ეს რა ქვია, ტრაკის თამაში რა. არავის მე არ შევეკარე რა. მე ვარ როგორც ერთი მებრძოლი. შემიძლია რომ ნებისმიერ დროს გავერთიანდეს ხოს არ ვაკეთებ ამას მე ვიბრძვი როგორც ერთი მებრძოლი მე ვთვლი რომ მე 1000 მებრძოლის აი ამათნაირი 1000 მებრძოლის წინააღმდეგ მე სუსტი ვარ მე არასოდეს ეს არ ჩამითვლია არც მაშინ სხვათა შორის როდესაც
აი ესე მთელი თავისი ხელისუფლებით დაჭერას მიპირებდნენ და არც მაშინ, როდესაც მამა მომიკლეს და არც მაშინ კიდე როცა უამრავი ადამიანი მიტევდა. მე არასოდეს არ ჩავთვლი ჩემ თავს სუსტად. რუსთაველს აქ ნათქვამი თუ თავიშანი შენ გახლავს ხარიბად არ იხსენების. მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ფეხით მიწვალია. წავსულიყავი პროკურატურამდე. მქონია ის შემთხვევა, რომ მაზოლებიც კი მქონია ფეხზე, რომ პროკურატურამდე მისულიყავი და მორიგი საჩივარი დამედვამდე და მოტყლების წინააღმდეგ პროკურატურა, რომელიც არასოდეს არაფერს არ აკეთებდა, არავისთვის. პროკურატურა, რომელიც იყო ორგანო ბიუჯეტის ქურდი და დღესაც არიან მოღალატეების თავშესაბარი. მე ამას ვაკეთებდი. იმიტომ რომ მე ვიყავი მოქალაქე, მე მქონდა ურთიერთობის ძახილი ჩემ საზოგადოებასთან, კანონმდებლივი და მე მქონდა განცდა ამ ყველაფრის რომ შეიცვლებოდა. მე ამით ვერ გეტყვით რომ რამე შევცვალე, მაგრამ მათ იციან რეალობა რაში მდგომარეობს და ეს ძალა სიმართლის მე მხდის მათზე ბევრად ძლიერს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად შეიძლება და მექანიკურად მაგაცე ბევრად სუსტი ვიყო. აი რატო არიან ესენი დღეს ჩუმად? რატო ვერ იღებენ ხმას ესენი? და ნებისმიერ თქვენთაგანს რომ გქონდეთ იმის უნარი, რომ ასე იბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენი თავისუფლებებისთვის, ხო? ეს ხელისუფლება ვერ გაძლებს. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაძლებს. აი თქვენ თავი წარმოიდგინეთ რა, ზიხართ გყავთ დაცვა, იქ საყვარელი, იქ ვიღაცას კაბინეტში ხმარობს, სიბილწეები წარმოდგენილია, იძირება მთელი საზოგადოება ამაში, ვერაფერს ვერ ქმნი ხალხისთვის, ყავს უკმაყოფილო საზოგადოება, ხელისუფლება რა, ქოცობა. და აგერ გაწვება 1000 და 10000 ადამიანის ცოდვა გარეთ. და გინდა ეს ყველაფერი შეინარჩუნო. როგორ გონიათ თქვენ მშიერი ადამიანის გულში უფრო დიდი შიშია თუ იმის გულში, ვინც იცის, რასაც აკეთებს, მაგრამ ამ ყველაფერს ფარავს. იმ ადამიანის გულში უფრო დიდი შიშია, ვინც იცის, რასაც აფუჭებს და ფარავს. ესენ ძალიან შიშარა ხალხია. ამათი შიში იმალება ამითი ძალაუფლებით. მე ეუბნებით თქვენ, მე ვიცი ეს. ერთადერთი ძალა ქართული ხალხის არის ერთობაში და ჩვენი მტრევის ძალა არის ჩვენს დაგსაქსვაში. მე ყოველთვის ვლაპარაკობ ამას. მე ვცდილობ იმას, რომ მე ვილაპარაკო სიმართლე, მე გავანგრიო ამათი დეზინფორმაციული მანქანა, ამათი მე რას ვიზა? მე ერთი კაცი ვარ. მე ვიბრძვი ამათი იდეოლოგიური ელემენტების წინააღმდეგ, ამათი იმედის, ამათი პირველი არხის, ამათი რუსთავიორის და ასე შემდეგ და მე ვცდილობ რომ დაგანახოთ ალტერნატიული რეალობა და ვიღაცა გამოვა და იტყვის ჭორაო. მიდი ერთი ჭორავე ასე. მიდი გაბედე თუ მაგარი ხარ, მიდი ერთი. ჩართი, არაფერი არ უნდა დააჭირე, დიდი ლაპარაკი. ხვალინდელი დღე ქუჩაში რო გახვალ როგორ იქნება? შენ შეხედავ, დედის მუტელი რომ მოგეწყნება. ბოლოს რო ვერაფერი ვერ გამიკეთეს, თავზე დამესხნენ. იარაღით. და იმის იმედი ქონდათ, რომ სამხედრო პირი გამოვიყენებდი იარაღს, თუ ვერ გამოვიყენებდი, ჩამიდებდნენ. ეგა ამათი სახე ქართული ოცნების. რა არ აყავთ გვამები? ნაცებს მარტო ყავდათ გვამები, ამათ არ აყავთ გვამები? როგორ არ აყავთ გვამები? გინდა რამდენი გვამი დაგისახელო? ეს ნაცები რო ყვირიან მაჩალიაშვილები, ესენი კოცების გვამები არიან. აი ეს პატარა ბავშვი არჩევნების წინ რო შეწირეს რაფალიანს, აბა ვისი გვამია ეს? კოცების გვამი არ არის? მიდი ატეხე, ილაპარაკ ერთი სიმართლე, თუ ტრაკი გაქვს მაგისი. მაჩალიკაშვილის შვილი ამათი გვამი არ არის? აბა ვისი გვამი არის? კოცების გვამია. მიდი ილაპარაკე სიმართლე. აბა ვინმე მგაბედა სიმართლის ლაპარაკი? კაბუ მაბუ ყლაბუზე რო დაიწყო ლაპარაკი? რა მოხდა? ილაპარაკა ბიძინა და ბერა, ვანდარა ვერა, კვანდარა ვერა, ხომ უტყნეს დედის მუტელი ხო შეაგდეს ნარკოტიკების გულისთვის და ქალზე ძალადობის გულისთვის ციხეში. მიდი გაბედე ილაპარაკე სიმართლე.
და მე ცადე ქართული ოცნების ტრაქში შეძრონა, როგორც კაბუყლაბუმცადა. თუ დედის მუტელი არ მოგეთყნებ. სიმართლის ლაპარაკი ბიჭო, ვიღაცის ტრაქში შეუსვლად ეს არის ერთეულების ხვედრი. თუ ამ ყველაფერში შენ სიწმინდე არ აგაქვს, თუ შენ არ მოგდგამს ეს, შენი ჯიშიდან და შენი გენიდან, თუ შენ ამისთვის შეგნებულად არ ახარ მზად, ეს არ არის ძმაო შენი გზა. აი ეგეთი მომენტია. ამის თავი ყველას არ აქვს. მე იმას კი არ ვიტყვი რომ მე არ მაქვს ის გზა შეგნებული რომელზეც მე მივდივარ. მე ძალიან კარგად ვიცი ის გზა რომელზედაც მივდივარ. მე ვიცი მე ჩემი ერი რას წარმოადგენს ჩემთვის და მე ვინა ვარ ჩემი ერისთვის. და მე რისი გამკეთებელიცა ვარ ჩემი ერისთვის, ეს არის ჩემი პირადი გამოწვევა. მაგრამ იქ რომ ბარეორი ჭორაობას დაარქმევს სიმართლის ლაპარაკს, აი იქ მოგიტყანთ დედის მუტლი რა. მაშინ გააკეთე შენ ესეთი ჭორაობა. გააკეთე. ძალიან მარტივია. რა არ იცი რა ხდება ქვეყანაში? რა ყველაფერი კარგად არის? მაშინ რატო ვერ ლაპარაკობ? ჭორიკან არ ხარ და მიტო? მაშინ სად არის შენი ვალდებულებები? მაშინ შენი კონსტიტუცია რა არის? მაშინ შენი პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს? ასეულე რაც შენ ტრაკი არ აქვს ეს ყველაფერი გააკეთო. და შენი სისუსტით ამართლებ შენ უპასუხისმგებლობას. და თუ შენ ტრაკი არ აქვს იმისი, სხვისი სიმართლის ატანა მოისმინო, მაშინ შენი სისუსტის სიმახინჯესაც ნუ მომახვევ ძმაო თავზე. Finita la commedia. როგორც იტალიელები იტყვიან, კომედია დასრულებულია. მე კიდევ ვილაპარაკებდი ამ თემაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სანამდე ქვეყანაში არსებობენ აი როგორი ტიპები, კლასიკური მამაძაღლები, ძალიან სერიოზული, გამოცდილი, გამოწვრთნილი ვირიშვილები, რომლებიც არიან მაგალითად გეტყვით აგერ ზუსტად აკე ბარბაკაძეები, თინა ხიდაშელები, ანა დოლიძეები და მავანი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება სიკეთე. გამორიცხულია ჩვენს ქვეყანაში იყოს სიკეთე. მანამდე სანამდე აი ესეთი ადამიანები იტივტივებენ ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში. გამორიცხული. ქართველი ერი თუ ვერ შეძლებს ამ სარკომის ამოთხრას. ჩვეულებრივი პატარა ვირიშვილები არიან, ბევრი ხო არ არის? ამათ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევხვდეთ ქუჩაში და პასუხი გავცეთ. ჩვენ სტერეოტიპების გვეშინია. ჩვენ რო ესეთი ადამიანები ვიყოთ, ჩვენ რო იმ საქართველოში ვცხოვრობდეთ, სადაც მორალი, ღირსება და სინდისი წახდენილი არ იქნებოდა, ჩვენ გავაჩერებდით თანანდოლიძეს და ვეტყოდით, შენ ის არა ხარ სამხედრო ბაზაზე რომ ბავშვები აწამეს და დამალე? ჩვენ გავაჩერებდით და ხიდაშეს და მის ქმარს და ვეტყოდით. შენ ის არა ხარ თავდაცვის მინისტრი რო იყავი და იქ სიმახინჯეებს აკეთებდი და სავალდებულო ჯარს ებრძოდი და ქვეყნის თავდაცვას ანადგურებდი? ჩვენ რო ისერი ვიყოთ, რომლისთვისაც სინდისი, ღირსება და მორალი აუცილებელი ვალდებულება იყო და თავისუფლებისთვის ბრძოლა მთავარი გამოწვევა, ჩვენ გავაჩერებდით ბერძენიშვილს და ქუჩაში ვეტყოდით. შენ საქართველოს ისტორიაზე ებრძვი, მაგრამ ბევრს არა აქვს ამის ტრაკი. და ვისაც ამის ტრაკი აქვს, იმისთვის ვშით, რომ თურმე ბერძენიშვილი ასაკში ყოფილა და მას სიმართლე უთხრეს. ქართველ ერს აქვს ისტორია. ისტორია, მისი წარსულის ისტორია. ეს შეუფასებელი ისტორიაა. და ქართველ ერს ძალიან ბევრი მემატიანე ყავს იმისთვის, როგორ ცხოვრობდა საქართველოში ეს ერი, მისი აღმოყვავებელი, აღმაშენებელი მმართველების დროს. აი ესეთ მოღალატეებს. ქვევით პროქტოლოგიურ ხვრელში, აი ესე უკეთებდნენ სარს, გათრილ სარს. და ესე წამოწევდნენ ხოლმე მთავარ მოედანზე, რომ დანარჩენ სხვებს ეყურებიათ. რომ ქვეყნის მტრები როგორ ასრულებენ თავის სიცოცხლეს.
თანამედროვე ეპოქისთვის შეიძლება ეს ძალიან მიუღებელია, მაგრამ ეს ფაქტია. ფაქტი არა მარტო ვიღაცის სიცოცხლის მოსპობის, არამედ პუბლიცირების იმ ადამიანებისა, რომლებიც ირჯება ერის, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობის წინააღმდეგ. დრო გავიდა, დრო შეიცვალა. მე არა ვარ თანახმარ, რომ ვიღაცა მოვკლათ, მოვსპოთ, მაინდა-მაინც პროქტოლოგიური ხვრელიდან გავთხაროთ და ასე წამოვაყენოთ. არა, მაგრამ პუბლიცირების ელემენტი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ცნობიერების, მისი შენარჩუნების, მისი სიძლიერის შემთხვევაში ჩვენ უნდა დავიტოვოთ. ჩვენ გვაქვს ამის უფლება როგორც ერთს, რომ ჩვენ ვიცოდეთ ვინ არიან ჩვენი მტრები. ჩვენ არ უნდა გავექცეთ ამ მოვლენებს. როგორც გითხარით, შავს დავარკვათ შავი და თეთრს უნდა დავარკვათ თეთრი. ბევრ ენაში იქნება ეს სლავური, ლატინური, სხვადასხვა ერები და მაინდა-მაინც ენები ბევრი არ არის. 14 დამწერლობა, მარტო შეიძლება ენა ბევრი იყოს, დამწერლობა 14-ია. ამ დამწერლობით ფორმებში სხვადასხვა ენებში არსებობს იმპერატიული ფორმები, საუბრის, არსებობს ვალდებულებითი ფორმები. ქართულ ენაში, რომელიც არც ერთ ენაზე მსოფლიოში ნაკლები არ არის, რომელსაც ებრძვიან მტრების მიმართ, არსებობს ფორმები ლაპარაკის, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე დადგენილი, ერისთვის მისაღები და გასაგები. ებრაელმა ხალხმა, ებრაელმა ერმა მკვდარი ენა გააცოცხლა და მკვდარი დამწერლობა გააცოცხლა. რა გვჭირს, ჩვენ მკვდრები ვართ? შეიძლება ოკუპირებულები ვართ, მაგრამ მიწა ხომ გვაქვს და ენა გაგვაჩენია, ერი ხომ ვართ? როგორ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენ საუბარი ჩვენ ერთან, ჩვენ ენაზე? როგორ შეიძლება ჩვენ ერში სხვა ენა იყოს ჩვენთვის იმაზე ძლიერი, ვიდრე ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობთ? სანამდე ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ, სანამდე ჩვენ ამ ცნობიერებას ვერ მოვივლით ჩვენს დამარცხებულ ერში, მანამდე ჩვენ არაფერი არ გვეშველება. მე ვიცი ეს ფორმულა როგორ არის. მე ძალიან სერიოზული გამოცდილება მაქვს სხვა ერში ცხოვრების და წარმატებული ქვეყნის მაგალითი ვიცი მე როგორ ხდება ეს და რა ვითარებით, რა ფორმულით ხდება ერის გამარჯვების წინსვლა. მე ვიცი ეს რას ნიშნავს იყო კანონით გაძლიერებული და დაცული სახელმწიფოებრივ ინსტიტუციებში. მაგრამ რა არის, იცით, გულახდილად გეტყვით. მე არავინ არ მიმიშვებს იმისთვის ვიბრძოლო კანონდებრივად ჩემი ქვეყნისთვის. ამიტომ მე ვცდილობ ერთ რაღაცას, რომ ჯერჯერობით ცნობიერებითი დონე მოვიცვა და შემდეგ აუცილებლად მე არმენანი, მე ის ბალუ ვარ, რომელსაც ხელის მოქნევა ჩემი ერისთვის არ მეძა, არ მტორების მოქნევა არ მძულს რა, ჩემი ერისთვის და ჩემი ხალხისთვის. აი ამის თქმა მინდა, დარჩენი ახლა გადაწყვიტოს ნებისმიერმა საზოგადოებამ, ნებისმიერმა თქვენგანმა, აი ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც მივიდა და უსამართლობა შეეჯახა იმად დროს, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, რაც უჭერს და რაც ხდება რა. აი ამის თქმა მინდა, მე მეტის არაფრის თქმა არ მინდა. რა არ ქონიათ ეგეთი შემთხვევა? რისთვის სწავლობ, რისთვის ამთავრებ, რისთვის იღწვი, რისთვის იხდი, რა არის ის განცდა, რომ შენ ცდილობ, რომ ისწავლო შენ ერში არსებობის დამკვიდრების ბრძოლა არ არის შენი ყოველდღიურობა? ხო არის. და მე საბოლოო ჯამში რა არის? თუ შენ მიზანს ვერ აღწევ, შენ შადებულს უკან ვერ იღებ, შენ ვერ ურთიერთობ, შენ ვერ გრძნობ თავს იმ ერში, სადაც ეს ყველაფერი გააკეთე. შენ ვერ იღებ შედეგს, უკურიაქციას ვერ იღებ სახელმწიფოსგან. შენი გაღებული ცოდნის, დაკარგული დროის და ჩადებული ფინანსის სანაცვლოდ. რა არის? თუ შენი სახელმწიფო ამ ყველაფერს უკან ვერ გიბრუნებს, მაშინ რასთან აქვს საქმე? ფიქრობ, რომ ეს ნორმალურია? საბოლოო ჯამში მიდიხარ იქამდე, რომ ნაცვალები, დრო დაკარგული, რესურს დაკარგული, როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური დატოვო ეს საზოგადოება და წახვიდი აქედან და იყო სხვა საზოგადოების წევრი, რომელიც გაცილებით ნაკლებ შრომას დაგიფასებს მეტი დაფასებით, სადაც
სხვა წესები იქნება აღიარებული საზოგადოების მიმართ შენი დაცვის და გადარჩენის პოსტულატი. აი ამისთვის იბრძვის საბოლოო ჯამში. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შანსი იმისი, რომ დატოვო შენი ქვეყანა, იმიტომ რომ იქ შენ არაფერი არ გაგივიდა. აი ამის თქვა მინდა მე. ახლა დარჩენი მე კიდე ერთხელ ვამბობ, ჩემზე არაა პრობლემა. მე თავს გადავირჩენ, გავიტან ყველგან, გავძვები. მე ყავს კარგი გარემოცვა, კარგი მეგობრები, მე მფარველობ სახელმწიფო, რომელშიც დემოკრატია არის მთავარი ღირებულება. მე ვიბრძვი ჩემი ერისთვის, ჩემი ხალხისთვის. ეს არის ჩემი თავშესაფრის მთავარი მოტივი. ეს არის ჩემი გადარჩენის მთავარი არსი, რომ მე ვიბრძოლო ჩემი ერისთვის. მე ვიბრძოლო ამ ხალხის დემოკრატიისთვის. და მე მიმაჩნია, რომ სიტყვის თქმა ეს არის ყველაზე სერიოზული ბრძოლა. ბევრი გამოვა და იტყვის, რომ აუ მაკედან რო გამოდიხარ და ყვირი და მაკედან რო ლაპარაკობ, აქ ჩამოდი და აქ შენი დედა შევეცი, ბიჭო. მაქ რო ვიყავი და ლომჯარიას წიხლით უხდებოდი კაბინეტში. 500 პოლიციელი რო გვიდგა 2-3 თადარიგის ოფიცერს წინ. მაშინ სად იყავი შედი და მუთყნო. ღარიბაშვილს გინდა მის წინამორბედს სამინისტროებში რო უხდებოდით ალასანიებს და ასე. მაშინ სად იყავი, ბიჭო? 3000 კაცი რო გამოყარეს თავდაცვის სამინისტროდან და ხმას არ იღებდი შენი დედა შევეცი და მხოლოდ 20 კაციან მიტინგებს უყურებდი ტელეფონში. მაშინ სად იყავი, ბიჭო? პოლიცია რო ოკრუგს გვატყავ წრეს გვარტყამდა და იქ წიხლით გვავიწროვებდა და კამერაზე წინ გვიხდებოდა და პერფორმანსის გაკეთების უფლებას რო არ მაშინ სად იყავი, ბიჭო? და კიდე მე პირადად ვარ რამოდენიმე ასეული აქციის მონაწილე და ორგანიზატორი. მაშინ რატო 1-2 ადამიანს ძლივს გთვლიდით, ბიჭო? მაკედან რო სიტყვას აბა გამოდი და თქვი, საიდანაც გინდა სიტყვა. თუ მაგის ტრაკი გაქვს. ან ბევრი რამის თქმას უნდა კაცობა და ბევრი რამის თქმას უნდა შეძლება. მაგრამ ამის თავი ბევრს არ აქვს. ამის შესაძლებლობა ბევრს არ გააჩნია. შენ რას ფიქრობ, შენ რას იტყვი, მე რასაც ვფიქრობ და რასაც ვიტყვი, იმას ვამბობ და რასაც მე მოვიფიქრებ, იმას შენ არ გეტყვი. იმიტომ არ გეტყვი, რომ მტერი უფრო ბევრი ყავს სიმართლეს ვიდრე მეგობარი. და მე ვიცი უკვე მე დამიგროვ და გამოცდილება სად რა გზით ვიარო. რა გზით ვატარო მართალი ადამიანები, რომლებსაც კიდე გააჩნია გრძნობა იმისი, რომ რაღაცა გამოვიდეს, ეს ჩხრიკავს უშიშროება, მე რა შვები, როგორ შვები, რანაირად შვები, შენ დედა შევეცი რა. წადი შენ თავს მიხედე, შენ ბოზცოლს მიხედე, ბიჭო, იზორია შენ დედა შევეცი, შენ ჩათლახძმას მიხედე, 9-ჯერ რო გააправე, შენ ნარკომან ოჯახს მიხედე. და ასე შემდეგ კიდე რამდენი შემიძლია ჩამოვთვალო ქართული ოცნების ცოდვები, ვინ არის, რითი არის დავერბოვკებული, რითი არის ასხმული ეს საახალწლო ნაძვისხე მაგათი რა. რამდენი ერთი შემიძლია ვილაპარო. ჩემი ცოდვა არის სიმართლის თქმა, თუ შეიძლება ითქვას, რომ ეს ცოდვაა. რა კი? ესეთი ცოდვები მიმაწუხებს ლაპარაკობს სიმართლის. სერიოზული პრობლემა არის სიმართლის ლაპარაკი. მაგ სიმართლის ლაპარაკმა ნახევრად გამანადგურა, მაგრამ რაც დარჩენილი ნაწილი ვარ, ხო ვიბრძვი იმისთვის, რომ კიდე გავაგრძელო ჩემი მოღვაწეობა. გამოდით ახლა აქედან და თქვით, რომ ალასანიას ცოლის და ზდის საქმიანობა ნორმალური იყო, რომ იღებდა პირდაპირ სამინისტროს ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც ნახევარი ემიგრაცია მონობაში კვდება, ბიჭო. მაშინ, როცა ჩვენი ქართველი ემიგრანტების პრობლემები ზოგი ციხეში ამთავრებს სიცოცხლეს უცხო ქვეყანაში, ზოგისა და ზოგისად, ხო? რამდენი ადამიანის თვითმკვლელობა გამიგონია მარტო. რამდენი ადამიანი, მე ესეთი ისტორიები გამიგონია, მაგაზე ესეები დაიწერება და მოთხრობები დაიწერება. მომვლელებად რო გადააქციეთ, ბიჭო, მთელი საზოგადოება. და ამაზე ლაპარაკი რო ეს თურმე პროტესტი მაქვს ამათ მიმართ რა, ეს ყოფილა მიუღებელი და პრობლემა. და ეგერ უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტი ბილ კლინტონი წიხლით გაახოხეს ვიღაცა მონიკა ლევინსკის უკანალში შესხმის გულისთვის კაბიდან აუღეს სპერმა და ამა პირდაპირ ეთერში ვაყურებია ბორნო და ეს ნორმალური იყო და ამის თქვა თურმე პირადი პრობლემებზე ლაპარაკი. ეგერ დამეხიეთ ყველა ვინც მაგათ ამართლებთ თქვენ დედა შევეცი რა. ბავშვები უყურებენ და მოარიდეთ არა
პირდაპირ რუსთავი ორი არ გაყურებიებთ იმას პირდაპირ ეთერში ვიღაცის კლიტორზე შეხებას რო ლაპარაკობს და ეს ნორმალურად მიაჩნია და აგერ პრაიმ ჰაუსი ჩართეს და ჩემი ნათქვამი სიმართლე გახდა პრობლემა ბიო ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს ვისაც ვახსენებ დაუდგები პირდაპირ აბა გამოიჩინეთ ინიციატივა და თქვით რომ შენთან პირდაპირ საუბარი მინდა ვინ უნდა მელაპარაკოს ალასანე უნდა მელაპარაკოს მაია ფანჯიკიძე უნდა მელაპარაკოს პირდაპირ ახალაია უნდა მელაპარაკოს პირდაპირ მაგის ოჯახი რომ მოვტყან ის უნდა მელაპარაკოს ნაცების მთავარი განიდა თუ ვინ უნდა მებიძინა ივანიშვილი და მისი სასწავლი თუ ყარიბაშვილი თუ ისა გომელაური რომელმაც მისი ბოზანდარაშვილი იზორიას ბუნაკში შეტენა თუ იზორია უნდა მელაპარაკოს აგერ მისი ყლე ქალაცოლი მეორე ცოლი მილიონების ქონება რო შეტენა ბაყებში და დამალა პრობლემა აპირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ შეიძლება ნუ დაადებ ძმაო შენი ცოლის ბაყებს ჩემი ქვეყნის ბიუჯეტს თავზე და არ ვილაპარაკებ მაშინ შენი ცოლის ბაყებზე ნუ მომცე მაგისაბამს მაგი გავაკეთო რა აი გასულ ჩენი ახლა როგორც იცხოვრებთ ისე იქნება თქვენი მხილება და თქვენი საუბარი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რა ჩემი გამოწვევა არ არის რა ლაპარაკი უნდა მქონდეს არა რომელი ისა მყავს ტოპ მოდელი ან ასაკში ვარ რო პორნოგრაფიას უყურო ისეთი მაგის დედა შევეცი თუ მაია ფანჯიკიძის პორნოგრაფია რატო უნდა იყოს იმდენად ესთეტიკური ახლა მტენმა კარტელიერი დატკბეს მაია ფანჯიკიძის პორნოგრაფიით ან ნიკა ბესელიას ცელულიტებიანი ბაყვები რატო უნდა იყოს მისაღები ვთქვათ მთელი საზოგადოებისთვის აი ესთეტიკა თუ რა თუ უკეთეს ვერ ნახავს თუ რა მიუღებელი არის იმიტომ რომ თანამდებობის პირი რო იქცევი მიუღებლად ეს არის პრობლემა და პრობლემა არის სერიოზული შენი არასწორი ცხოვრების წესი არ იძლევა იმის განცდას რომ ხვალდას ეგ ჩვენი ერი გააგრძელებს ჩვენი განვითარების საშუალებას აი ეს არის პრობლემა ამაში მდგომარეობს პრობლემა და ეგ რომ უყურებ მარტო ამ გამოსვლის ერთ ეპიზოდს და არ გინდა გაიაზრო მეორე ეპიზოდი და გამოდიხარ და რაღაცა ცდილობ დისკრედიტაციას სულ ერთ ადგილზე მკიდიხარ რა მაგრამ სიმართლეს რას უსამ სიმართლეს ხო ვერაფერს ვერ უსამ აი ესეთი მომენტია რა. ამიტომ მე ასე ვიტყვი რომ კიდე ერთხელ დავაკვირდები ამ თქვენ ხვით. მე შემიძლია სხვანაირ ფორმატშიც დაგელაპარაკოთ თქვენ უფრო მწარეთაც. მე ვიცი ეს როგორ გავაკეთო. ახლა მინდა ჩემი საუბრის დასასრულს გამოვეხმაურო ქართული ოცნების უშიშროების ბოლო ეპიზოდს შექმნილს რომელიც ძალიან სერიოზულ თანხებს დებენ აი მაგალითად KGB საბჭოთა KGB თავისი ფინანსების 75%-ს იხდიდა ფსიქოლოგიური ლაბორატორიების შექმნაში ქართული ოცნების სუსის ბიუჯეტის 90% ჩადებულია საინფორმაციო ომებში, ტელევიზიებში, გავლენის აგენტებში და ასე შემდეგ რა. ვიცი ზუსტად მაქვს ინფორმაცია თავისი ფინანსური მონაცემებით და რა მინდა იცით რო გითხრათ. ბოლოს დაიწყეს აი ესეთი თემით მანიპულირება მსახიობები და მუსიკოსები და მთელი ერი ლაპარაკობს იმაზე ბაბი კირკიტაძე მე დიდი ეჭვი მაგრო იმას არ ბაბი ქვია მაგრამ მაინც რა როგორც არის ცნობილი როგორ ქანაობს იმაზე რა ქვია საქანელაზე ფილარმონიის თეატრში და ვის დააფრინდება ყლეზე ნაბადით ხო და რა მინდა იცი რო თქვა აი ამ გაღადაკებული ერის ინტერესი თუ იმაზე გადის ვიღაცა ბაბი კირკიტაძის ტრაქში როგორ შეყოს თვალები ჯერ ისეთი დაღუპულია. მაგრამ ამათი ობიექტივი საითაა მიდრეკილი აი ბაბი კირკიტაძის ტრაქში როგორ შედის მთელი ერის თვალები ბიჭო. ერი რომელიც გეუბნებით 300 ბავშვი კვდება წელიწადში გაეროს მონაცემებით ეს ხო დოგმა არა ალბათ უფრო მეტის ხდება ეგეთი. იჭერს ამაზე ლაპარაკი რა. და დღეს აი ეს ბაბი მუტელი კირკიტაძე რომელსაც აუცილებლად ვიღაცა ტყნავს და ვიღაცას წოვს ესეც გამოჩნდება მალე რა
ლაპარაკობს იმაზე, რომელსაც მილიონებს უხდიან. ერთი კონცერტის გადახდაში ვიღაცა ჯერ ბაბი კირკიტაძე როგორი მომღერალია და როგორი კულტურული ღონისძიებების წარმომქმნელია, ეს კიდე ცალკე პრობლემა არის. ეს ცალკე საკითხი არის განსჯის და კრიტიკის, რომელიც თქვენ მოსპეთ. კრიტიკა ხელოვნების მიმართ, კრიტიკა პოლიტიკის მიმართ, კრიტიკა ჟურნალისტიკის მიმართ, კრიტიკა ხელოვნების, ეს ხო მოკალით. მაგრამ როგორია ის სხვა თემაა, მაგრამ თქვენს მიერ გაშუქებული და აყვავებული ნეხვი ვიღაცა ეს ყლექალა რა, რომ გამოიყვანეთ და ლაპარაკობთ, რომ ბაბი კირკიტაძის სახე დაუმონტაჟებია თურმე პორნოს დროს და ბაბი კირკიტაძე თურმე საგამოძიებო უწყებაში აპირებს ჭირს. ყველაზე მკიდია კონცეფტი. აი პირდაპირ გეტყვით რა. ბაბი კირკიტაძე მამწუთას რუსთაველის თეატრზე რო ჩაიხადოს და რა კამდადგეს არ ამიდგება. რატო არ ამიდგება? იცი თქვენი პროპაგანდის ნაყოფია და მაგიტო. თუ არა ბევრად ლამაზი ქალია საქართველოში და მსოფლიოში, რომელსაც შეიძლება კაც მიზიდულობა გქონდეს, მაგრამ როცა იცი რითი არის გალესილი ის საშო, რომელსაც თქვენ ტენით უამრავ მამაკაცს, ძალიან რთულია იმაზე რეაქცია გქონდეს. აი ეს არის თქვენი ფორმა. და ეს არის თქვენი დამოკიდებულება, გინდა თუ არა ეს მიიღეთ. არ მაინტერესებს. თუ ვინმე ამ ქალს რამე გაუკეთა არასწორი რა, გამოიძიეთ იმ თქვენ ჯორღუნლებში ისე, როგორც იძიებთ, როგორც ხვებთან იძიებთ. რამდენი გაუბედურებული ადამიანია, რომელიც ყველაზე კიდიათ. რატო უნდა იყოს ჩემთვის მაგალითად მნიშვნელოვანი ბავშვის მკვლელობაზე მეტად ვის ტანს ვისი თავი გადააბადა წარმომიდგინა. არ მაინტერესებს. მე არც ის მაინტერესებს, ეკაბესელია ვის ყლეზე იჯდა იმ ღამეს, რომ გვანახეთ, ან ვის ყლეს წოვდა ალასანიას ცოლიდა. მე ის უფრო მაინტერესებს უბრალო ადამიანები როგორ ნადგურდება ქვეყანაში. ვისაც არ აქვს იმის თავი რო ილაპარაკოს, საჯაროდ და სახელმწიფოს მოუწოდოს საკუთარი დაცვისთვის. მე არ მჯერა რომ პროკურატურა, რომელიც ლათინური გაგებით საზოგადოების ყველაზე დიდი ადვოკატი უნდა იყოს, ამ აზრს ამართლებს. სამართლებრივად და საზოგადოებრივად. მე არ მჯერა თქვენი სახელმწიფოებრივი ჭეშმარიტების და პატიოსნების. იმიტომ რომ მე მაქვს ამის გამოცდილება. და მე გელაპარაკებით ამას თქვენ გულახდილად და მე ამის ლაპარაკის არ მეშინია. არც არასდროს არ მეშინობდა ამ სიმართლის ლაპარაკის. და ხა კარგად შეფუთეთ ეს თქვენი ნაგავი კოცებო და შეარჭვეთ დედა თქვენს ტრაქში. თქვენ ჩემთვის ზუსტად ისახართ, რაც იყო ნაციონალური მოძრაობა. და რაც არის ქართული ოცნება, ეს არის უარესი ბევრად ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობას აჯობა ერმა. მაგრამ მე ვერ უყურებ დღეს იმის შანსს, რომ თქვენ გაჯობოთ ერმა. იმიტომ რომ კოლექტიური ხაზარაძეები, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობები, კოლექტიური თქვენს კოლაბორაციაში მყოფი ნაძირლები რა ქვია იმას, იმ ნაბიჯვარს, ეხლა რომ თავში დავიწყებ ბლოგის, ალიკო ყლელისაშვილები და მისი დიშვილები და ყლიშვილები და ერო ესენი შეცვლიან თქვენს გარემოს, ესენი თქვენგან ნაკვები ვირთხები არიან თორიას კაზრში. ესენი არიან ის ვირთხები, რომლებსაც თქვენ სერიოზულად კვებავთ. და ამაზე თქვენ ფიქრობთ, გაცილებით ადრე, როცა ქართველი კაცი პურს ეძებდა ქუჩაში, თქვენ ამაზე ფიქრობთ. როგორ გეთამაშათ პურის და სარჩოს მძებნელი კაცისთვის ქუჩაში. აი ესაა სიმართლე. რთულად მე ბევრი ვიცი, რომელიც დადგება და გალსტუკით ამას წარმოადგენს სხვანაირად. მე ამ სიმართლეს წარმოადგენ ძალიან ჩვეულებრივად. მე ჩემი გამოწვევები მაქვს, ჩემი პრობლემებზე არასდროს არ მილაპარაკია რა. ჩემი თავი როგორ გამქონდა, ეს იყო ჩემი პრობლემა ყოველთვის. იყო შენთვის შენი პრობლემა, შენი ქვეყნის პრობლემა? ნებისმიერისთვის ვინც კრიტიკაში ჩაჯდები.
ყოფილ ხარ შენ განწირული იმისთვის რომ სიმართლე გელაპარაკა? რა დაგჯდომია შენ სიმართლის ლაპარაკის ფასი? მე ჩემო დღეს ამ გამოსვლას თქვენის ნებართვით დავასრულებ. მე არ ვცდილობ ადამიანებს მოვახვიოთ თავზე ჩემი აზრი. მე ულაპარაკობ ამას, ვისაც უნდა ამას მიიღებს, ვისაც უნდა ამას არ მიიღებს. მაგრამ არც მიუღებელს მივიღებ არავისგან რა. ეთკინოთ კოცებს, გააზიარეთ, გამოიწერეთ ეს არხი. აქ ლაპარაკობენ სიმართლეს. აქ სიმართლის ლაპარაკს არ ერიდებიან და რადგან ქვეყანაში მოისპო კრიტიკა და ცენზურა, რადგან ტელევიზიაში არ არსებობს ცენზურა, ხო? ამ ჩემ პირად ბლოგში მე ცენზურას არ ვაწესებ. ამიტომ თუ თვლით რომ ეს პრობლემაა თქვენი შვილებისთვის, ხო? მაშინ ნუ მიუშვებთ ამ სიმართლემდე თქვენ შვილებს და გადაურთეთ ეს თქვენი ტელემაუწყებლობა ან იმედზე, ან რუსთავიორზე, ან კიდე კავკასიაზე და ასე შემდეგ, რაც შექმნილი რაღაცები და ასმენიეთ იმათ გუბასანიკიძე, როგორ ლაპარაკობს ბატონი კობახიძე, როგორ ლაპარაკობს ამათი წარმომადგენლები, მილიონერები, ან ყოფილი ქვეყნის ქურდები, ხაზარაძეები, ან ივანიშვილის ვიღაცა ჰიგიენური საფემები და ან აი ამათი ფემინისტური ეგრეთ წოდებული ვერტიკალი ანადოლიძეები, თინახიდაშელები და ასე შემდეგ და უთხარით თქვენ შვილებს, რომ აი ჩვენი ერი იქნება მალე ბედნიერი, იმიტომ რომ ესენი არსებობენ. არ დავემგვანოთ შექსპირის ფრაზას რა. ყოფნა არ ყოფნა საკითხავი სწორედ ეს არის. მე ის მახსენდება აუცილებლად უნდა ვთქვა ის რა. ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტი არის. ესეთი ეგრეა. რა ბოროტი კაცი არ არის საქართველოში ბოროტი კაცი? არის. მაგრამ როგორი მომენტია იცი, არის კლასიკა. მე რო გავჩერდი, ხო? აი უფალი რო ეუბნება რა. თქვენ რო გაჩერდეთ, ხო, ეს ქვები იღაღადებენ სიმართლესო რა. მე რო მომკლან მომსპან გამანადგურონ. აი ბევრი რომ მიწერს იქედან კოცები, აი შენ ასე გიზამენ, შენ ისე გიზამენ. კიდია, მე რო გავჩერდი ქვები ილაპარაკებს. მე მჯერა ამისი რომ უფალს აქ სხვადასხვა საშუალებები იმისთვის სიმართლე გააშკიროს. მე არავინ არა ვარ. ისევ და ისევ შექსპირს დავესესხები რა ჰამლეტიდან. ეხა უშიშროების ბოზს კი გადააცვეს ჰამლეტის როლი საქართველოში რა. მაგრამ ჰამლეტი და შექსპირი იქნება ცოცხალი და ეს უშიშროების ბოზები ბევრი ჩაიძირებიან სტურუას სახით და მისი სუსის აქტიორების სახით რა. ბოროტის საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუა თუნდა სამალა დედამიწა გადაეფაროს. ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას რა შესაძლებლობებიც არ უნდა ქონდეს იმისი რომ გადაეფაროს თავისი პოლიტიკური სხეულით საკუთარ ბოროტებას. ისინი ვერ დამალავენ იმ სიბილწეს, იმ სიმახინჯეს, რასაც ისინი ქართველი ხალხის და ქართველი ერის წინააღმდეგ აკეთებენ რა. სულ ამის თქმა მინდოდა რა. მე აუცილებლად გავაგრძელებ ჩემ დიალოგს. აუცილებლად ვიქნები უფრო რადიკალური. აუცილებლად უფრო ბევრ სიმართლეს ვერ ვილაპარაკებ. კიდე ბევრი ვერ ვილაპარაკე ალასანიას გნიდებზე, მის დღევანდელ ჩარჩენილებზე, ნაციონალური მოძრაობის კადრებზე, რომლებიც ქართულ ოცნებაში არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე ამაზე შეტევას მივიტან და შეტევას მივიტან გამანადგურებელი ძალით რა. მე პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია. მე ვიბრძვი სიმართლის გულისთვის. ესენი იბრძვიან თანამდებობებისთვის. კმაყოფილება